ვაკებ ფიცის დადება. შევინახო ჩემთვის მოდობილი სამხედრო საინდუმო. შევასრულო სამხედრო წესდება და ყველა მოთხოვნა. ვიბრძოლოთ ერთზე გამარჯვებისათვის. იუნკერი ნინო სადაღაშვილი. აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ იუნკერმა გაიარეს, რომ მოსამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარჩვება. Თქვენს მიერ გაწეულმა მხარდაჭერამ და სწორმა აღზრდამ მისცა მემსახურების საქართველოს! მემსახურების საქართველოს! მემსახურების საქართველოს! მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო. ანტაძე! მოდი აქა, მოდი, ანტაძე! ჩვენ გავიარეთ 5-კვირიანი BCT პროგრამა, სადაც სამხედრო სწავლებებისა და სხვადასხვა სახის დაპყრობების გადალახვის შემდეგ მოხდა როგორც ჩვენი სამოქალაქო პირების სამხედრო პირებად ჩამოყალიბება და სწორედ ამიტომ დღეს ვდგავართ აქ ისტორიულ ადგილას დიდგორის ველზე, სადაც დავდეთ ფიცი, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან უერთდებით თავდაცვის ძალებს და მომავალი 4 დღის განმავლობაში სწავლას განვაგრძობთ თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, სადაც დარწმუნებული ვართ, თითოეულ ჩვენთაგანი შეძლებს საკუთარი თავის მაქსიმალურად განვითარებასა და ღირსეულ ლიდერებად ჩამოყალიბებას. ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერმა დავასრულეთ საწყის საბრძოლომდების პროგრამა. აღნიშნული პროგრამა მოიცავდა იმუნარების ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში დაგვეხმარება ჩვენი სამხედრო კარიერის უკეთ წარმართვაში. კურსდამთავრებული იუნკერები ჩაურიცხეთ დავით თამაშელობის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში და გვაქვს პატივი ღირსეულად ვატაროთ იუნკერთა სახელი. დავით თამაშელობის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ უმაღლესი განათლება და ჩამოყალიბოთ კონკურენტუნარიან და ლიდერული ცნებების მქონე სამხედრო ოფიცრებად და შემდგომში ჩვენი ცოდნა მოვახმაროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის 110-მა იუნკერმა წარმატებით გაიარა საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამა. 5 კვირის განმავლობაში მათ შეისწავლეს და შეინარჩუნეს როგორც სამხედრო საბაჟისო უნარები, ასევე სტრესულ სიტუაციაში ემოციური მდგრადობა და ფიზიკური ამტანობა, რაც იუნკერს თავდაცვის აკადემიაში სწავლისას დაეხმარება. დღევანდელი დღე პირველ კურსელი იუნკერებისთვის არის განსაკუთრებით ემოციური, საპასუხისმგებლო და საამაყო, რადგან მათ დადეს სამხედრო ფიცი და შეუერთდნენ თავდაცვის ძალების რიგებს. ყველა იუნკერს უსურვებს წარმატებას. საამაყო ჩემთვის, ჩემი შვილის არჩევანი, ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც. დღეს ფიცის მიღების დღე ჰქონდათ, ულოცავ მასაც და ყველა იუნკერს მშვიდობიან ქვეყანაში ემსახუროთ. რა თქმა უნდა, საამაყო აკადემიაში, თავდაცვის აკადემიაში, აკადემიის კურსანტობა, დიდი სურვილი ჰქონდა, რომ გამხდარიყო კურსანტი. ფიქრობ შემდგომშიც, მომავალშიც გააგრძელოს თავისი კარიერა.